ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია MSZ გრუპის დირექტორი ლევან ჭითანავა. ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით. ვიცი რომ MSZ გრუპი ძალიან ცნობილია გორში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა კითხოთ თქვენი პროექტების და ზოგადად ჯგუფის შესახებ რა გაქვთ განხორციელებული და როდიდან დაიწყეთ. მოგესალმებით. შეპეს MSZ გრუპი 2015 წლიდან წარმოადგენს ქართული ჰოლდინგის დეველოპერულ მიმართულებას ქალაქ გორში, სადაც უკვე დასრულებული გვაქვს 3 საცხოვრებელი კომპლექსი და ბუნებრივია ექსპლუატაციაშიც გაშვებული. ჯამში სამივე კორპუსში 350 ოჯახზე მეტი არის აშენებული. შესაბამისად, გორში ჩვენ მოვაწყეთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მანამდე გორისთვის იყო უცხო. დახურული ეზო, დაცული ტერიტორია და ისეთი მიდგომები განვავითარეთ, რომელიც საინტერესო გამოდგა გორის მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე მეტი სანდოობა მივიღეთ მოსახლეობისგან და გვყავს ისეთი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც პროექტიდან პროექტში მოგვყვებიან. ბატონ ლევან, რატო გადაწყვიტეთ 2015 წელს გორის ბაზარზე შემოსვლა, რადგან მაშინ არც ისეთი პოპულარული იყო არა თუ გორში, არამედ საქართველოს დიდ ქალაქებშიც მშენებლობა. რა იყო თქვენი მთავარი გადაწყვეტილების მოტივი? რეალურად 2015 წელს ძალიან შემთხვევით ვცადეთ მოვსინჯეთ ნიადაგი. საპილოტე ნაბიჯი იყო, რომელიც სამომავლოდ გამართლდა და პირველი პროექტი იყო შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ძალიან სწრაფად მიიღო საზოგადოებამ და ამან გაგვიჩინა უკვე შემდეგ გეგმები, ამბიცია, რომ უკვე უფრო ვრცლად, უფრო დიდი მასშტაბით და უფრო სრულფასოვნად გაგვეგრძელებინდა ჩვენი საქმიანობა. თქვენ ახსენეთ, რომ გორში პრაქტიკულად ახალი ტენდენციები შემოიტანეთ. მაგალითად, არ არსებობდა ასეთი ინფრასტრუქტურის პროექტი, როგორც თქვენ განავითარეთ. 2015 წლიდან დღემდე როგორ შეიცვალა მომხმარებელი და მით უმეტეს უკვე განებიურებული ყავთ? მოგახსენებთ, ბოლო პერიოდში ჩვენი მომხმარებლები, ალბათ ზოგადად მომხმარებლები, უფრო გათვითცნობიერებული არიან ჩვენ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს, ღია ვართ ყველანაირად სამშენებლო მასალების ხარისხიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, შიდა კომფორტი, მოსახლეობისთვის ამის მიწოდება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახდა, რომლითაც ალბათ გამოვირჩევით სხვა კომპანიებისგან. თუნდაც პარკინგის მოწყობა, შიდა ეზო, საერთო სარგებლობის სივრცეების მოწყობა განგვასხვავებს ჩვენ სხვა პროექტებისგან. ვინ არის თქვენი ძირითადი მყიდველი? ადგილობრივი მოსახლეობა და მხოლოდ საცხოვრებელი მიზნობრიობა თუ არის მათ შორის სასტუმროსაც ფლობთ და ამ ნაწილში ამიტომ საინტერესოა უცხოელები რამდენად გსტუმრობენ და ეს სექტორი რამდენად ვითარდება და ფეხს იკიდებს გორში? მაცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეები არიან გორის და გორის რაიონის, თუმცა ასევე უნდა აღნიშნოთ ემიგრანტები. აქედან წასული ემიგრანტები საკმაოდ დიდ ნდობაში შემოდიან ჩვენთან და ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტიურად დისტანციურად წყვეტ ჩვენთან ურთიერთობის დაწყებას. რაც შეეხება სასტუმროს ნაწილს, 2022 წლიდან ჩვენ გორის მოსახლეობაში შევთავაზეთ აპარტამენტები, იგულისხმება სრულად გარემონტებული და საცხოვრებლად მზა კონდიციით ბინები. ამავდროულად ჩვენ პროცესში დავამატეთ ტიპიური სასტუმროს ტიპის ნომრები, სადაც გვაქვს 17 კლასიკური ნომერი, ძირითადი მომხმარებლები არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. აპარტამენტებზე უნდა გკითხოთ, რამდენად პოპულარული გახდა ასეთი ტიპის პროდუქტი გორში, იმიტომ რომ ერთის მხრივ ძალიან დიდი კომფორტია, აღარ უწევს ადამიანს დროის დახარჯვა, არც ნერვების გაფუჭება, ესე ვთქვათ, სარემონტო სამუშაოებზე. მიიღო თუ არა იმ სეგმენტმა, ვიზეს თქვენ მუშაობთ? ამ ნაწილში საინტერესო გამოცდილება გვაქვს, ვინაიდან როცა შევთავაზეთ ადგილობრივ საზოგადოებას აპარტამენტი, გორისთვის ეს იყო თეორია. იმიტომ რომ პრაქტიკა არ არსებობდა. თუმცა იყო სკეპტიციზმი, რომ ეს არ გაამართლება, მაგრამ ჩვენი დაგეგმილი იდეები ბოლომდე მივიყვანეთ და შედეგით სახეზია უკვე ყველა აპარტამენტი, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან კარგად მიიღო მოსახლეობამ და ფლობს და ცხოვრობენ. ასევე აპარტამენტებს იყენებენ საინვესტიციოდ, რომელიც სარფიანად გამოადგა საბოლოო ჯამში. აი, ფასები როგორია ამ კუთხით, რამდენად იზრდება და ვინც რჩება სასტუმროში, გორში ვინც ჩამოდის, რამდენი ღამეს ათევს?
ძირითადად აბსოლუტური უმრავლესობა ორ სამღამიანია, თუმცა გორში ჩამოსული სტუმრები გრძელვადიანად ვინც რჩება, ისინიც ჩვენი სტუმრები არიან. ბატონ ლევან, რადგან 2015 წლიდან ხართ ბაზარზე, ალბათ უკეთესად იცით, როგორ განვითარდა ამ წლების განმავლობაში გორის უძრავი ქონების ბაზარი. ის დეველოპერები, ვინც 10 წლის წინ იყვნენ ბაზარზე და ის, ვინც დღეს არიან, რა განსხვავებაა მათ შორის ხარისხობრივი კუთხით? ჩვენ ვიყავით პიონერები ამ სფეროში, პირველი ნაბიჯები ჩვენ დავდგით და გავყვალეთ ეს გზა. თუმცა დღესდღეობით გორში არის დაახლოებით 15 მიმდინარე პროექტი და სამომავლოდაც დაგეგმილია კიდევ ახალი კორპუსების მშენებლობა. თუმცა ჩვენთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა და მზად ვართ ამ ჯანსაღ კონკურენციაში შევიდეთ და ჩვენი ნიშა, რომელიც დაკავებული გვაქვს, კიდევ უფრო განვავითაროთ. ფასების კუთხით მინდა ვიკითხო, რა ღირს დღეს გორში საშუალოდ, რა თქმა უნდა, უძრავი ქონება. ასევე თუ შეიძლება თქვენ პროექტზეც ვისაუბროთ, რა არის ღირებულება 1 კვადრატული მეტრის და როგორი კონდიციით ბარდება. როგორც მოგეხსენებათ, მშენებლობის პროცესში შედარებით საწყისი ფასი დაბალია და როგორც შენობა იზრდება სიმაღლეში, ფასიც პროპორციულად მიყვება. თუმცა ჩვენ მომხმარებლებს სავაზობთ შიდა უპროცენტო განმადებას. მშენებლობის პროცესში მომხმარებელს აქვს ის კომფორტი, რომ თვითონ გადაანაწილოს ყოველთვიურად თავისი შემოსავლების გათვალისწინებით თანხები. შესაბამისად, ბინის ჩაბარებისას უკვე გარკვეული და დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და მერე ვთავაზობთ უკვე გრძელვადიან სესხებს თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორია გორის განაშენიანება? ვახსენეთ, რომ გენგეგმა ქალაქს ამ დრომდე არ გააჩნია, ხომ არ შეიმჩნევა უკვე ქაოტური განაშენიანების ნიშნები და ამ ნაწილში როგორ უყურებთ პერსპექტივას, რომ მათ შორის ღირებულება სამომავლო არ დაკარგოს ქალაქს? რაც შეეხება განაშენიანებას, ჩვენ შემთხვევაში და მთლიანად ქალაქში აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაშია და მკაცრად რეგულირდება. ჩვენც ვაკვირდებით, რომ ქაოსური განაშენიანება ამ შემთხვევაში არ არის. ჩვენი მიმდინარე პროექტი ჭალაში ეხლა რაც მიმდინარეობს, არის საკმაოდ განვითარებადი უბანი. შესაბამისად, მიმდინარე პროექტთან ერთად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ 2 ახალი პროექტის აშენება. უახლოეს პერიოდში გორის მოსახლეობას ჩვენ შევთავაზებთ საკმაოდ განსხვავებულ და სიახლეს, რომელიც უფრო სხვა კუთხით წარმოგვაჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. გარდა გორისა, ატენის ხეობა რეგიონში, რომელიც საკმაოდ ლამაზია და ტურისტულად მიმზიდველია, ამ კუთხით ხომ არ გეგმავს, ხომ არ აქვს კომპანიას განვითარების გეგმების სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ პერსპექტივას და პოტენციალს როგორ აფასებთ? ჩვენი ძირითადი მიმართულება, როგორც მოგეხსენებათ, არის დეველოპერული. ამჟამად ჩვენი უახლოესი წლების გეგმები მხოლოდ ქალაქ გორში შემოიფარგლება. 3-4 წლის პერსპექტივა უკვე ძალიან ზუსტად გვაქვს დაორგანიზებული და დაგეგმილი. თუმცა წელს შემოდგომიდან ჩვენი კომპანია გეგმავს თბილისში 2 ლოკაციაზე სამშენებლო დეველოპერული კუთხით შესვლას, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია და ერთგვარი გამოწვევაც არის, რომ თბილისის დეველოპერულ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ. წარმატებები. მადლობა.